თემაზე საუბრობს, ვთხოვო, რა თქმა უნდა, არავითარ უფლება არ მაქვს შენიშვნა მივცე, რომ ხაზგასმა იმის რომ ეს მოხდა დღისით, მზისით. დღისით, მზისით მოხდა, რა გავაკეთე? თვარიან ღამეში შეიძლებოდა? არა, ნუ ხო. ამიტომ ადამიანის ქუჩიდან მოტაცება არ შეიძლება. ამაზე ყველა შევთანხმდებით. მეორე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს უსაფრთხოებას მუხთარლი, ამ შემთხვევაში არსებობს საექსტრადიციო მიმოწერა. უნდა გამოეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოში, ან გამოეცხადებინათ ძებნა ინტერპოლის ხაზით, თუ კი მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ და მე მგონი ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აქ იყო ეს ავგან მუხტარლი. ან უნდა დაეპატიმრებინა ინტერპოლს და ჩაებარებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ან საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეპატიმრებინა, მიესაჯა მისთვის საექსტრადიციო პატიმრობა, ისევე როგორც დემირელის კოლეჯის მმართველ მენეჯერთან ჩაბუქთან დაკავშირებით მოხდა და მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ უნდა მოეთხოვა სპეციალური დოკუმენტაცია აზერბაიჯანიდან და ამ იურიდიული ნორმების და ფორმალობების დაცვით უნდა გადაეცათ. ის რაც მოხდა ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხას უსვამთ, ეხლა ჟურნალისტები ვართ და მართლა სკანდალური ამბავია, რომ ჟურნალისტი მოიტაცეს ქალაქის ქუჩიდან. კაი, კურტნის მუშა რო ყოფილიყო რა, შეიძლებოდა? ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი ვიღაცაზე მაღლა. ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული დემოკრატიულ სახელმწიფოში. მოკიდეს ხელი ამ ადამიანს, გადაიყვანეს საზღვარზე, მერე გვესმოდა, რომ წვანე ზოლი გადალახა, იქ თავისინებით ჩავიდა. ბრალდებათ უყენებენ, რომ 10,000 ევრო გადმოქონდაო და საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეო. პასპორტი არ ქონდა. კარი, შეიძლება ადამიანმა გადაკვეთოს საზღვარი ისე, რომ პასპორტი არ ქონდეს, მაგრამ გადაკვეთოს იმ ქვეყნის საზღვარი, სადაც მას პატიმრობა ემუქრება, აი პრაქტიკულად გამორიცხულია. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს მოკიდეს ხელი, როგორც გუდას და წაიყვანეს და საჩოის ერთი ინფორმაციას ვეთქვი მაყურებელს, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საზღვარზე გადაიყვანეს საქმის ფაბრიკაციისთვის, ფოტოები გადაუღეს საზღვართან გამთენიისას და შემდეგ ბადრაგებმა წაიყვანეს ბაქოშიო ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ეს ინფორმაცია. როგორც ჩანს ეს ფოტოები გამოჩნდება მოგვიანებით. რა ფოტოებიც არ უნდა გამოჩნდეს, ინგა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ამ ადამიანს რაიმეს ედავებოდნენ, მე ვეთანხმები მერაბს, აი ეს ბრალი უნდა წარედგინათ მისთვის. და არა ის, რომ ის შევიდა საზღვარზე. რაც შეეხება იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება. მე 25 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ და მე ასეთი დაბნეული ხელისუფლება არც ერთი არ მინახავს. როგორ არ იცოდა? ერთმანეთისგან უთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გინდა ემცხეთოთ, გინდა ეთბილისოთ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები უბრალოდ ბოდავენ რომ ვერ გაიგებ რა უნდათ, რისი თქმა უნდათ და როგორ უნდა დაიძვრინონ თავი ამ ვითარებიდან. ისინი თავს ვერ დაიძვრენენ ვერც ერთ შემთხვევაში. ეს ამბავი, ის ადამიანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის იყო საფრთხე აზერბაიჯანიდან მომდინარე საფრთხეების შესაბამისად თუ არ იყო, ხელისუფლება როგორც დღეს იქცევა, იმაზე უფრო ცუდად იქცევა, ვიდრე იმ ღამეს მუხტარლის გამტაცებლები მოიქცნენ. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოჩენა. დიდი მადლობა. ირაკლი კორძაიასთან გადავდივარ შეკითხვით. გავიდა რამდენიმე დღე და დღეს რა სიტყვით? აი მე კიდევ ერთხელ ვეთქვი მაყურებელს, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, როგორც ჩანს არსებობს რაღაც ფოტოები, როგორ არის ეს ადამიანი, როგორ იმყოფება საზღვარზე და ალბათ ეს ფოტოები შემდეგ გახდება უკვე გამოიფინება საზოგადოებისთვის. ტელეკომპანია იმედმა როგორც შენგან გავიგებ, გაავრცელა Human Rights Watch-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურას და ოფიციალურ მედიას ამ საწყალი კაცის